People right underneath President Xi. ჩვენ ახლა კენედის ცენტრში ვიმყოფებით. ვაპირებთ, რომ ამერიკას ძველი დიდება დავუბრუნოთ, თუმცა პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის უცნობ ფაილებს გავასაჯაროვებთ. ხალხი ამ ყველაფერს 10 წლების განმავლობაში ელოდა. And they say, oh, it looks much better. ამერიკის პრეზიდენტი გეგმავს დაახლოებით 80,000 ფაილი გაასაჯაროოს, რომელიც პრეზიდენტ კენედის მკვლელობას ეხება. Looking, they say, oh, it looks. დაახლოებით 80,000 ფაილი იქნება და დამიჯერეთ მოგიწევთ, რომ ძალიან ბევრი იკითხოთ. ამასთანავე არ ვაპირებთ, რომ რამე შევცვალოთ ან დავარედაქტიროთ. ამერიკელები ყველა საბუთის ორიგინალ ვერსიას იხილავენ. And we're going to spend it on fixed. ეს იდეა დონალდ ტრამპს იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ გაუჩნდა და სწორედ მაშინ მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას კენედის ფაილების გასაჯაროების შესახებ. თუმცა მას უფრო შორს მიმავალი გეგმებიც აქვს და სამომავლო დაპირებს გამოაქვეყნოს რობერტ კენედის და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაილებიც. მისი პოზიციაა, რომ მკვლელობიდან ათეულობით წლის შემდეგ ამერიკელმა ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. ამერიკის შეერთებული შტატების 35 პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილს ყოფილ საზღვაო ქვეით ლი ჰარვი ოსვალდს, რომელიც დანაშაულს უარყოფდა, დაკავებიდან რამდენიმე დღეში პოლიციის განყოფილებიდან საპატიმროში გადაყვანის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ღამის კლუბის მფლობელმა ჯეკ რუბიმ. ხალხის უმეტესობა ამბობდა, რომ ოსვალდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან იყო შეთქმული, ხოლო ნაწილი ფიქრობდა, რომ ის CIA-ზე მუშაობდა.